გასწავლით მარტივ მეთოდს, მივხედოთ ჩვენ ხორცს, კარგად დაიბრაცხოს. ვუმატებთ ცოტა მწვანე ტყემალს, ჩვენი გარნირი, გაზაფხულის გემოები. გამარჯობა, მე ვარ თეკუნა გაჩეჩილაძე და ჩვენ ვიწყებთ რეცეპტების ახალ სერიას ევროპროდუქტთან ერთად. წინა სააღდგომო სამზადისია და გადავწყვიტეთ რაღაცა ცოტა განსხვავებული კერძი მოგვემზადებინა, ჩაქაფულის გარდა. სურვილი იყო, რომ აი ეს საგაზაფხულო განწყობა ამ კერძით გაგვემეორებინა. ჩვენ დღეს გამოვიყენებთ ელ პოზოს იბერიკოს ღორის ხორცის სტეიკებს, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს მეც და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და გემრიელი და ჯამთელი ღორის ხორცი არის. ზოგადად იბერიკოს ღორი იზრდება მუხის ტყეში, თავისუფლად, ასევე იკვებება რკოთი. მდიდარია ოლეინას მჟავათი, რომელიც ითვლება ჯამთელ ცხიმად და ეს გვაძლევს გემოს, რომელიც ძალიან დახვეწილია, ცხიმი მარტივად ლღვება. გაუკეთებთ ესეთ საგაზაფხულო გარნირს, სატაცური, ახალი კარტოფილი, ხოლო соуსი იქნება ბერნის соуსი, ტარხუნით და დაუმატებთ კიდე ცოტა უფრო ქართული გემოსთვის მწვანე ტყემალს და გამოგვივა რაღაცა ჩაქაფულის მსგავსი соуსი, რაც ძალიან უხდება გაზაფხულს და ასევე აი ამ ღორის ხორცის სტეიკებსაც. ეს გავხსნათ. პირველ რიგში მოვწალოთ სატაცური და ახალი კარტოფილი. ბერნიზის соуსისთვის ჩვენ ვიყენებთ ფინური ბრენდის ვალიოს კარაქს. უნდა გავალღოთ და გასწავლით მარტივ მეთოდს ბლენდერში, როგორ შეიძლება უცბად გაკეთდეს ეს соуსი, ისე რომ არც აიჭრას და არც დაიშალოს. ყოველთვის ბერნიზის მოსამზადებლად გვჭირდება მჟავა. ეს შეიძლება იყოს ძმარი, შეიძლება იყოს ლიმნის წვენი. ჩვენ ორივეს ვაკეთებთ, ძმარსაც, ლიმნის წვენსაც და ასევე ვუმატებთ ცოტა მწვანე ტყემალს და ეს სიმჟავე ზუსტად მერე მიცემს იმ გემოს, რაც იქნება ჩაქაფულის გემოს მსგავსი. გალღვა, კარაქი მთლიანად, კვერცხი, ლიმნის წვენი, სუჩის ვაშლის ძმარი, მწვანე ტყემალი და ჩვენი გამღვალი კარაქი. ნელ-ნელა თან ვაბლენდეროთ. აი ესეთი მშვენიერი соуსი გამოგვივიდა. გავაჩეროთ ცოტა ხანი და მივხედოთ ჩვენ ხორცს. მოვაყაროთ მარილი, ფერადი წიწაკა ორივე მხარეს. თავარია რომ ტაფა იყოს კარგი გახურებული. ცოტა ოდენი ზეითუნის ზეთი და დავდოთ ჩვენი სტეიკები. 5 წუთი ერთ მხარეს, 3 წუთი მეორე მხარეს და მიდიუმი, medium well უკვე ძალიან კარგი იქნება რომ მივირთვათ. არ ჭირდება ამ ხორცს გამოშრობა. ალფარდინის რამოდენიმე ნიორიც დაუმატოთ და სულ ცოტა ოდენი კარაქი კარგად დაიბრაცხოს. ამასობაში გავაკეთოთ ჩვენი გარნირი. მოვწალეთ სატაცური, მოვწალეთ კარტოფილი, აი აქ გვაქვს ახალი ნიორი, ასევე დავჭრათ წვრილად ტარხუნა, ჩვენი ბერნიზის соуსისთვის, მწვანე ხახვი, სუჩის ზეითუნის ზეთი და დავჭყლიტოთ, მე მიყვარს დაჭყლეტილი ახალი კარტოფილი, ხელითვე შეგიძლიათ დაჭყლიტოთ, დავუმატოთ სატაცური, ახალი ნიორი, მწვანე ხახვი, ცოტა ტარხუნაც შეიძლება, სულ ოდნავ. ხორცი შეიწვა. აუცილებლად უნდა დავასვენოთ 1-2 წუთი ჩვენი соуსი. ოდნავ შევათბოთ, არ უნდა მოგეხარშოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ბოლოში უკვე უკეთებთ ტარხუნას და დავჭრათ ჩვენი ხორცი. საოცრად გამოიყურება. მართლაც უმარტივესი მოსამზადებელია. გადმოვიტანოთ თეფშზე. ნუ შეგეშინდებათ ამ ვარდისფრის, არ შეიძლება ამ ხორცის გამოშრობა. ჩვენი გარნირი და რა თქმა უნდა, соуს. შეგვიძლია ოდნავ მოვასხათ და დანარჩენი соуსი გავაყოლოთ. ცოტა მომჟაო გაზაფხულის გემოებით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ალტერნატივაა, თუნდაც ჩაქაფულის. და აუცილებლად ბოტეგას იტალიური ღვინო სავინიონ ბლანი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.